დავბრუნდი ისევ იმ ადგილიდან, საიდანაც წინაზე დავამთავრე, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ტეოდობა არ მაქვს კიდე გეუბნებით ჩემს D-Drive-ზე, ну, თამაშები მაქვს გამოწერილი რამდენიმე და მაგიდან გამომდინარე. მომიწია რომ შემეცვალა ვიდეოს ადგილმდებარეობა D-დან C-ზე და ეხა ვიდეო ჩაიწერება C-Drive-ზე. Ну, რაღაცები ვნახე კიდე ამ თამაშთან დაკავშირებით, ანუ DLC-ზე თუ რამდენ ხანს წაიღებს და იქ ეწერა რომ 9 საათს წაიღებს თამაში დაახლოებით რა. Ну, გააჩნია ეხა შენ თვითონ რამდენი დაგჭირდება რომ რაღაცები ნახო და კიდე თუ გინდა რომ ყველაფერი მოკლაო. ხო და თუ 9 საათს წაიღებს და ბევრი არ იქნება, მაშინ ვიფიქრე რატომაც არა, ბარემ ერთ გასვლაზე გადავიღებ და ყველაფერი იქნება ერთ სვლაში თქო. რა ვიცი, ნახოთ. თუ ყველაფერი მორჩება, ძალიან კაი. ეხა არ ვიცი სად მივდივარ, რას ვაკეთებ, მაგრამ თავარია რომ მივდივარ. ეს ჯილია? მეთქი ის მომზდევს ხო რა ქვია? ნუ ისიც მომზდევს ეხა, მაგრამ ამა ხო თქვა რომ ეს რაღაც დავიკარგეო და ყველაფერი დავკარგეო, მაგრამ აქ რა უნდა? არ ვიცი, შეიძლება ბაგი იყო და გაჩნდა მე აქ. აჰა. რაღაც უნდა გავაკვეხოთ, რაც არა გვაქვს. ეს კიდე მოვიდა. გაიწი. კაი, მოიცა. Ну, ზოგადად ესენი კლავს ხოლმე მსგავს რაღაცებს, მაგრამ ეს არ ამგონია რომ მოკლეს. არა, ტყილა წვალობ. აქ რა არის, მაინტერესებს მოიცა. არაფერი. კაი, უკან წავიდეთ მაშინ, იმიტომ რომ უკან ხო რაღაცა დავტოვეთ და მაგას გავხსნით ალბათ, მაგრამ საქმე ისა რომ ეს გამომეკიდება ისედაც და ეხა მართლა არ ვიცი სად მივდივარ. რუკა მაქვს, მამეთ, ეგ სულ დამავიწყდა. ამას მე ვერ გავანგრევ, დიდი ვარაუდით მანდ ვიღაცა უნდა იყოს და ის გამოვანგრევს ალბათ ზომბი ან რაღაცა ეგეთი. სად მივდივარ ვაფშე თუ ვიცოდე? ეს რა ადგილია? აქ ახვალ? ვერა. აქ? ვერა. ხო, ნუ მოკლედ, წამოეხა უკან წავიდეთ მაშინ იქ იმ ადგილთან და ნახოთ თუ შეგვიძლია გავიდეთ. და მეორე DLC-ზე კიდე არავინ არ ლაპარაკობს და ვფიქრობ ეხა მეორე DLC აქვს ამ თამაში თუ მე ვარ სულელი და რაღაცა მეშლება. აუ, ამათ მე ხა თუ წყლენ დაიწყეს კიდე ამოსვლა. კაი, მე მგონი აქეთ ვიყავი, საიდან მოვიდი ახლა თუ მახსოვდეს. ხო, აი აგერ. ხო და ხომ აქვს ეგეთი რაღაცა. კაი, ნუ აქ ვერაფერს ვერ ვაკეთებთ. აი აქ? აჰა, so. მოდი მე ავალ და შენ გააკეთე. ნუ ის არ უნდა მიმეცა. ნუ ამით მოვკლავთო რა. კაი. შენ შეიყვანეო. ხო და ნუ გამოდის რომ ესე იგი ამ მონსტრებს აქვს ეგ რაღაცები, რაც ეხა მჭირდება მე. აჰა, so, ერთი მოკვდა. მეორე მე მგონი არც აქ. და ეგეთი მჭირდება მე მგონი 4 თუ რაღაცა ეგრე. აქ ვიყავი, მან არაფერი აღარ მესაქმება უკვე. რაღაცა კი ანათებს, მაგრამ მაინც. ხო, 2 მინდა კიდე. კაი, მოდი ზემოთავიდეთ. გასაგებია რაც ხდება. ნუ ჩვეულებრივი Resident Evil-ის ისა რაც ქვია მას, ანუ რაღაცა ქვიზივით ვითომ ამან არ მგონია რომ რაღაცა დააგდოს, ვაფშე თუ მოკვდა ეგეთ საქმე, საკითხავია. ქულები უბრალოდ, ეგ ისეთი არაფერი. და სხვა დანარჩენი სად ნახო ახლა? იმიტომ რომ 2 უნდა ვნახო კიდე ეგეთი. ესეც ანუ ეს პლატფორმაც კიდე უნდა აიწეს ზემოთ და უნდა დავანარცხო მაგას. აგერ არის, აგერ. აი, აქეთ არის. ეგ ხა მოდის აქედან.
მაგრამ ის მჭირდება, რა ქვია, რომ ეს გავამოძრაო. ხოლო მე არა მაქვს. მე უნება რომ რაღაცა აქ ადიო. ნუ აქ შედიო რა, ეს არის მიზანი რომ აქედან ავიდეთ. ხოლო მომიწევს ახლა რომ ეგ რაღაციდან ვიპოვო. შეიძლება აქ იყოს. მაგრამ ესეც უნდა გაანგრიოს რომელიღაცა მონსტრმა, რაც მე არ შემიძლია. ან შეიძლება ისე ხო არა საქმე რომ უნდა მომეყვანა სამივე აქ და სამივე უნდა მომეკლა მაგ ერთი რაღაცით. აქ არაფერი არა. ამას ვეღარ ამოვიღებ უკვე. ნუ გასაგებია ხა 2 საათი და უნდა ადამიანებს რომ ეს თამაში დაეხურათ. ნუ ეს მისია რა. კარგი, ნუ რა გაეწყობა. წავიდეთ აქეთ და იმას გავუაროთ გვერდი. არა და მეგონი ნამყოფი ვარ აქ. სო, გასაგებია. მაგრამ აქ იასამნისფერი 2 არის და რომელს აღებს ეს? ან ამას და ან მეორეს იქით. ადი. არა, იმას აღებს, კაი. ვახ, ცოტა დამღლელი არის. ზოგადად არ მომწონს აი ესეთი რაღაცა მომენტები, მithumetes ვიდეოში წავაკეთებ. ნუ ბევრს ეხა შეიძლება იუთუბერები ვინც არიან, იმათ არ აქვს პრობლემა და პირიქით უსწორდებათ ალბათ, რომ ესე დადიან ხოლმე და რაღაცებს არ ყვევენ, მაგრამ პირადად მე ვიდეოსაც ავიღებ, კაროჩე რა. ვიდეოსაც ავიღებ, ანუ არ მინდა რომ ყოველთვის დავბოდიელობდი აქეთ-იქით რა და მინდა რომ ვიცოდე თუ რა ხდება და რატო ხდება და როდის კიდე. ამას გვერდს ვერ ავუარეთ, კაი. ამათ მახოდი უნდა წაიღეს კიდე. და AD-ს რო ვაწვევი, მეგონი არც არაფერს არ შვება ეგ. კარგი, აქ საიდან უნდა შევაკვეხოთ ეგ რაღაცა. ალბათ მეორე მხარეს იქნება? არა. აბა სად? Semot. Მოიცა? So. კაი, ნუ ერთი უკვე გვაქვს, მეორე ხა მალე გვექნება და მესამე კიდე სად უნდა ვიპოვო? ნუ გავყვები ხა ამ რაღაცა გზას და ის მაინც იყოს ხა ეგ შეერთებული ყოველ შემთხვევაში. აქეთ ვერ გავალ. აქ მეგონი ნამყოფიც კი ვარ, საერთოდ ანუ იქიდან რომ პირველად დავანგრიეთ, მე მგონი აქ თუ არა ეს სხვა ადგილი არის. ძალიან მაგარი დაბნეული ვარ ხა მართლა, თან კიდე ისე მშია რომ კაი, მოდი ხა შენ რაკენ იცი, აქ მოდი. ეგ გააკეთე. და მე მოვიყვან იმას. საიდან ჩავიდე? იქიდან მოიცა. გველის ხორცი მეგონი აქ პირიქით მაკლებს HP-ს, მაგრამ არა უშავს. კაი. დაუძახოთ ხა ჩვენ ამას და ნელა მობოდიელდეს იქნება აქეთ. ამა ხოტვინი წაიღო, სულ აქ რატოა ეს გაყვეხებული? გადი რა იქით. ეს კიდე რამხელასე მიდის. აგერ, აქით წამოდი. არა, ნახევარი საათიან თამაში ნამდვილად დადაჭირდება, მithumetes როცა ვხედავ რომ ესენი ესნელა დადიან. და ეხა კიდე აქ თუ ზომბი ამოხდა, მაშინ დიდი ვარაუდით მოვკვდები მე, ხო, რა თქმა უნდა. არა. სად მიდიხარ, კაცო? ჯილი სად წავიდა, ეს დებილი ხო არა? ეს რა იდიოტია. მოიცა? რას მიკეთებ ადამიანო, რას? ეხა კიდე უნდა წამოვიყვანო ის აქეთ. ოკეი და დაეტიე მერე მანდ. ნუ მე მგონი ანიმაცია რო გაიხსნა იმისი რომ დამეჭირა ზომბმა შეიძლება იფიქრა რომ ვითომ დახმარება უნდაო, არ ვიცი. მოიცა, სად მინდიხარ? აქეთ.
წამო. აბა, 1-2 და ეგა. ესეც მეორე. საინტერესოა, აქედან სად მივდივარ საერთოდ. იმიტომ რომ ვესკერთან უნდა მივიდე უეჭველი და ვესკერთან რომ მივალ, მე ხვდებით, მე ხვდებით რა ჩვენ ხო გადავრჩებით, ვესკერი წავა და ის წვანე რანაირადაა. პრინციპში მწვანე არის ხო, მწვანეც არის. მაგრამ წვანე იქ, პრინციპში არ ვიცი რა ხდება აქ. ის ყოფილი იყო კიდე მეორე. ანუ 2 ესამნისფერი ხო არის თუ მე მეშლება რაღაცა. ხო და ვესკერს როცა გადააგდებს ჯილი და თან გავყვება მაგ ვესკერს რაღაცა გასაკარგავში. მერე ჩვენ გაგვიყვანენ იქიდან BSA აგენტები თუ ვინც არიან მოკლედ ჯარისკაცები და მერე წავალთ უკვე თუ არ ვშტები სამხრეთ აფრიკაში თუ რაღაც აფრიკაში წავალთ. იმისათვის რომ ესე ვთქვათ შური ვიზიოთ სავით ვესკერსზე. ეხლა ეს აქეთ წესი და უნდა მომყავდეს მე. უნდა წამოვიყვანო, მაგრამ ჯერ ის უნდა გავუკეთო იმას. დასატრიალებელი რა რომ მთლიანი მახი აიწეს ამოთ. აი კიდე არის ძალიან შორს. აი აქ. კაი, ჯილ მოდი შენ ეს გააკეთე. და მე იმას წავიყვან. აუ ეხა მოშორდება ის ხო? მომკლა. არა და რავი წინაზე გავაკეთე და მეგონა რომ კიდე ეგრე იქნებოდა, ეხა თუ თავიდან დამოწყებია ყველაფერი, მაშინ ძალიან ცუდად არის საქმე. არა, თავიდან არ მოწყებიებს, კარგია. მეგონი პირიქით უკეთესიც არის მეგონი რომ ესე მოხდა. აქეთ არ უნდა მივდიოდე წესით, მოიცა? პრინციპში ეს უფრო მოკლე გზა არის. იქიდან რო არ ვიწოლო, მაგრამ მეორე მხრიდან. რუკას უყურებ ხა და კი რა თქმა უნდა ძალიან იმასავით არა მაქვს. აქ კიდე ვერ ავიყვან ამას, არა უშვის, კაი, წამოისევ ნახოთ როგორ მეიქ. ცუდია მართლა ტყვიები რო არა მაქვს, მართლა საშინელება არის. ეხლა ზომბი არ მომიხდეს აქ და არ დავეძებ. ეხლა თუ მომიხდება არა უშვის, მაგრამ ამას რო ვეტყვი რომ აქ მივიდეს და გაჩერდეს, მე არ მომიხდეს. და მოდი კიდე მართლა შენ მომეცი ესენი. გამოვიღე. მიდი ადამიანო, აი დადექი აქ რა. ამიტომ არ მომწონს ხოლმე, მithumedes ძველი თამაშები რო არის, Watchmen-ი თუ იცით. აკე წამოდი. Watchmen-ი თუ იცით, ერთი ძველი თამაში არის. ძალიან კარგი, კარგი თამაში ხარ, ძალიან არა, იმიტომ რომ 2009-ში გამოვიდა. პროსტა უნდა ეჭხუბო ვიღაცებს, უნდა ურტყა და დაფუძნებული არის კომიქსებზე. იქაც კიდე ორი პერსონაჟი ხარ და ძალიან ძველი თამაში რო არის, ზოგჯერ იბაგება ხოლმე და შენი პარტნიორი რაც უნდა აკეთებდეს, ანუ მაგალითად უნდა წავიდეს რაღაცა შორმანძილზე, რომ რაღაცა ჩამოწიოს ქვემოთ. იმის გამო რომ იბაგება ეგ თამაში, ზოგჯერ პარტნიორი ვაფშე ხრებოდა და ანა კიდე არ აკეთებდა არაფერს. და ამიტომ დიდად არ მომწონს აი ძველ თამაშებში რომ აკვეხებენ ხოლმე ამ ორი პარტნიორის ერთად თამაშს. ეხლა მეგობართან არ ვიცი ეს თამაში თამაშდება თუ არა, მაგრამ თუ შეიძლება რომ ითამაშო, მაშინ კიდე ხო გასაგები არის და კარგიც არის. ეგ არისო, სამვე უკვე მოკვდა და ეხლა შევალთ იქ და ალბათ დავასრულებ კიდეც, იმიტომ რომ ცოტა დიდი ხანი წაიღო მან. ამდენი არც უნდა წაიღო დიდად. ჰანჩო უნდაოს კიდე რა შეიძლება, მან ძალიან ცოტა მაკლია, ალბათ მომდენო კვირას უკვე ავიღებ ვაფშე ყველაფერს რაც იყო Battle Pass-ში და რაღაცებს მე კიდე დაგეთვალიერებინებ. მაგ თამაში ერთი მინუსი ისაა, რომ გრაფიკები მაქვს ძალიან ცუდზე დაყენებული, იმიტომ რომ მაღლებით ფიზიკურად ვერ თამაშობ. მაგრამ რაც გვაქვს და რაც შეგვიძლია, მე მგონი კაია რომ მაგას გამოვიყენებთ. გააჩვენებთ ერთი სიტყვით. Hancho Down ისეთი თამაში არის, რომელსაც მაინც არ თამაშობს საქართველოში ბევრი ადამიანი, ბევრი კი არა მეგონი ვაფშე არც არავინ. ხო და აი მე თუ გადავიღებ, მე მგონი არ იქნება ურიგო ძალიან. კაი, ეხლა მივდივართ სასახლისკენ ალბათ. ანუ სადაც ის ექშენი ხდება რა. სადაც ვესკერი არის და ვესკერი მერე კლავს იმას. იმ ჩვენს მოხუც კაცს.
ნუ იარაღები ჩვენი ვერ ავიღეთ, მაგრამ სამაგიეროდ წყვის იარაღებს მაინც ვიღებთ. ხო, აი ეს მომენტი არის. ნახოთ აბა რა ხდება. არ ვიცი აქ იხურება თუ არა, მაგრამ ბევრი ამბობს ისე რომ კარგი არისო და ბევრი ჯობიაო რეალურ თამაშს ეს DLC-ო, მაგრამ არ ვიცი. ხო, ეს მომენტი არის. ნუ პრინციპში თავარ თამაშიც არის ეს ნაჩვენები ამდენიმეჯერ, აჰა. ნუ აქ უკვე მოკრული ყავს ამ თამაში საუბრობენ ხოლმე. საუბრობენ კიდეც რა. ამას უნდა ვებრძოლო ეხა 30 ტყვით? მე მგონი რაღაც შეცდომა არის აქ. მე არ უნდა ვიყო წესზე აქ მოსული. ან შეიძლება უბრალოდ დრო უნდა გავწელო. შანსია რა, ამას მე 30 ტყვით ვერ მოკლავ. თან მე მგონი ფლეშლაიტიც არ მოქმედებს, თუ კი მოქმედებს. დარტყმიდაც ამას ვერ დაარტყამ. ანუ თუ გხედავს, ხო, მომკლა აზრი არ აქვს. ანუ თუ გხედავს ამასთან ბრძოლას არანაირი აზრი არ აქვს. უნდა შეიყვანო სიბნელეში, რომ ვერ დაგინახოს და მე ტყვია ვერ აიცილოს. ფაქტიურად იმასავითაა რა, ლეონი ქვია თუ ლიო ქვია მატრიცაში. ამას არანაირი ეფექტი არ აქვს, უბრალოდ უნდა ავიცილო. ეს დააჭირიო, როგორც ისე Q-ი იყო, მაგრამ ინვენტარი გახსნა. ან F იქნებოდა, არ ვიცი. ნუ კაი, ეს იღა ტვინს გაბურღავს ესე როგორც main თამაში იყო და არა DLC-ში. და ნუ კაია პრინციპში რომ ერთ დღეს ვიღებ ამ ორივე ვიდეოს. სროლას არანაირი აზრი არ აქვს. ისიც კი ტყუილა ხარჯავს ახლა მაგ ტყუილებს. ამასაც კიდევ ვერ ჩავაქრობ. ეს ყოველ ჩამოვაგდო როგორმე. არა, ეგარ ჩამოვარდება. ნუ ანიმაციას უნდა დაველოდო. დანას მაინც რანაირად იცილებ ხა ეგრე კაცო. და მე Q-ს უნდა მოვასრო კიდე quick time event-ი რო არის რა ეგ. ერთი გიგავარდი. F-ი არის? ხო, F-ია. ნუ თავარ თამაშთან შედარებით ახლა აქ რაც ხდება არის ის რომ იქ პირდაპირ კაცინი არის, ანუ იქ ამას არ ებრძვი. და აქ ებრძვი და მე იქნება ალბათ ის კაცინი რაც თავარ თამაში არის. არ ვიცი რამდენი ხარ უნდა ველოდო ეხლა ამას სანამ რაღაცა დარტყმას გამოიყენებს. შეეშვი მაგას, შეეშვი და გააკეთე ეგ დარტყმა რაც დაკეთებ. მოდი ეხლა. აუ რა უაზრობა. რა უაზრობა. ვუს უნდა დამეჭირა ვაიმე რა უქენი ძლივს გააკეთა რაღაცა დარტყმა და ეგეც კიდე გავმოზე. ნუ კაი მე მგონი მომიწევს რომ ეგ დავასრულოს დავით და როცა მოვკლავ ან როცა უკვე კაცინი დაიწყო მე დავიწყო ვიდეოს გადაღება თორე ეს შეიძლება გაგრძელდეს ალბათ 9 საათზე მეტი და გასაგებიც რატომაც იძახოდა ხალხი რომ ამ თამაშმა წაიღო 2 საათიო. არა და 2 საათი ამის მოკლეს არ უნდა უნდებოდეს არანაირად. ვახ, მე მგონი მორჩა. იმედია მორჩა. მე ფოტო კაი არის ეს. კიდე კაი, კაცინი არ. მოკლედ რაც უნდა მექნა იყო ის რომ უბრალოდ მე რაკეტი იკეთე და ჯილოსო დაესხმებოდა თავს, მე ჯილოსის მეშველა, თორე ისი შანსი არ იყო რომ მექნა ამაზე რამე საერთოდ. ალბათ 10-იც და მაინც წაიღო 15 და მე გადავჭი. და რაც გეუბნებოდით აი პირველ ნაწილში, ეხლა მოხდება ეგ აქ. და ამას ხელით ვერ მოუგებენ, არანაირი აზრი არ აქვს, ხა ყველა უბრალოდ თავს იწვალებენ ესენი და თავს იზიანებენ.
მაგრამ რო არ დაიცვან თავი, მე არც მაგას არ აქვს აზრი, იმიტომ რომ მოკლავს ვესკერი. ეხა ცუდად ექნება ჩვენს კრის საქმე და მე დაეხმარება ჯილი. აბა სხვადასხვის აფრიკაში როცა მიდის კრისი, იქ რო შავკანიანი გოგო არის. არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან ლამაზი გოგო არის ეგ. სახელი აღარ მოსწონს ახლა მაგის მართლა, მაგრამ ძალიან ლამაზი არის. ყველაზე ლამაზი პერსონაჟი ალბათ Resident Evil-ში. ნუ ჯილსაც არ აუშვეს პრინციპში და არც ეიდასაც, მაგრამ ის მართლა ძალიან მაგარია. და მე მგონი DLC სულ ეს იყო. დაახლოებით ამ ჭირდა 1 საათი? ხო, მგონი ეს იყო. ანუ ფაქტობრივად 2 ნაწილი წაიღო. და ნუ გასაგებიც არის ხა რატომაც არ ასეივებდა ამას მოიცა. ხო, ნუ ეგ არის და ეგ რა. ეს თამაშიც მორჩა. და მეორე DLC ამას კიდე გეუბნებით, ქონდა ერთი, მაგრამ არ ვიცი ის DLC არის თუ არა. აი Disparate Escape. ხო, ეს DLC იქნება დიდი ვარაუდით, რასაც მე უკვე ვითამაშება თქო უნდა. და ნუ Mercenaries ეს ალბათ უკვე იცით რაც არის. ნუ მოკლედ იმედია ვიდეო მოგეწონათ, თუ მოგეწონათ დაალაიქეთ, ასევე თუ მოგეწონათ ეს 2 ნაწილი, მეგონა რომ უფრო მეტი იქნებოდა, მაგრამ საბედნიეროდ 2 იყო და არც მე არ დამჭირდება რომ ძალიან დიდი ხანი წაიღოს ამ ვიდეოების გადაღება. ხო და ეგ არის და ეგ ახლა წავედი, წარმატებები ყველას და დროებით.